დილამ შვიდობის ყველას ვიღებებით და ვიღიმებით. გარეთ მზე არ არის, განწყობა გამიფუჭა. თუმცა არც ის ამინდია, როგორიც გუშინ იყო. ქარი, წვიმა, გვიან აიქ ლამპიონის რო მოჩანს, არ ვიცი მოჩანს თუ არა თქვენთვის, არ მოჩანს. ხამე დავხატე გვიან. დაახლოებით პირველი 2 საათისთვის და რო გავიხედე, თოვლი მოდიოდა და მოტრიადე და ჩემ თავს ვეუბნები. არ დაგინახე. მოგეჩვენა. არც გაგიხე. ფანჯარაშიც კი არ გაგიხედი, რა თოვლი. ხო და ესე ფსიქოლოგიურად ბედნიერი დავწეხი და გამოველი და არაფერი არ არის. ნუ თოვლისაც არ იქნებოდა, მაგრამ ორ შემთხვევაში ამინდიც კაია რა. სანამ რამეს დავიწყებთ, დღეს საქმიანობას ვსვავთ ყავას. ვაშრობთ სარეცხს. ვრეცხავთ სარეცხს. და დღეს ტრადიციულად როგორც შევპირდი ნინოს წინა კვირას, არა იმის წინ კვირას შევპირდი, რომ ოდესღაც ყიკალს გაგიკეთებ მეთქი და აი მაგრათ მესიკუდილება, მაგრამ გავაკეთებ ალბათ. ალბათ. პირობას არ ვდებ, ალბათ. ახლა დავლიოთ ყავა. დავჭერეთ დავლიოთ და დამისვარეს ეს ავიდლოთი. აქ დავსხდეთ რა მოხდა პეჩთან. თან ყველანაირი ზამთრის კალგოტკა მოვაშორე, ყველანაირი, იმიტომ რომ ვიმასავით იყო რა მოძღლერძილები და ერთადერთი კალგოტკა დავიტოვე სახლისთვის და ეხა ვრეცხა. ხო და დავდივარ ოღონდ გეტრები მაცვია კისრამდე. ორი წვილი. ესე. ოსატო. სანამ ყავა დულა ჭუჭელი დავრეცხე ნახევრად, ბოლომდე არა. სადგა მეკცევით მეთქი და წამოვედი. ხო, პირველ რიგში არის და არ დავიწყებია ჩემი ისა პირობა ავიწოდე. ავიწოდე ხა ჩემ თავს ვეუბნები რომ მანანა შეთხოვით სწორი ხო არ იტყუება. ამდენი ხანია გააქმაიც, ამდენიმე თვე არ იქნებ გაფუჭდა. ხო რა ვიცი. ვაიმედებ რა. რა გაფუჭდა პირო გაკმობდღნილი, მაშინ რატო არ აფუჭდება? არა, ნუ მოკლედ. მე თქვენ გითხარით რომ 70 კილო თუ არ ვიქნები, გამოწერა გააუქმეთ მეთქი. უბრალოდ ფიქრობ რომ მაგ დროს ეთყობა რაღაცის ზემოქმედების ქვეშ ვიყავი, ეგ რო გითხარით. იმიტომ რომ არა დაკლებული მაქვს. ვერ დავუკარგავ ჩემ თავს 10 გრამი. არა. ცოტა მეტი. 12. არა, მართლა მაქვს დაკლებული, მაგრამ 70 არ გამოჩნდა სასწორზე. ცოტა აკლია. ხო და მე ხო პირობა გითხარით, რომ პირობა 70 ვიქნები მეთქი, აუცილებლად ერთ კვირაში თუ არ და გამოწერა გააუქმეთ მეთქი. მაგ დროს ვიყავი ზემოქმედების ქვეშ რისი, ფსიქოტროპულების. ხო და თავმინა ვიბართლო რა. ვაიმე ხელი არ დაადოთ არც ერთმა არ გაიგსაკენ. მაგრამ ეხა არა ვარ ფსიქოტროპულების ზემოქმედების ქვეშ და ესა ალალად გეტყვით რა, რომ მეორე ხუთშაბათს გააუქმეთ გამოწერა. იმიტომ რომ მე ეს კვირა როგორც ვატყობ, ჩემს თავს სემპატიუს. რომ ამხელა ქალი ხარ. რა გახდი? რითვე დაკეტე ეგ პირი და რა უცილებელია რომ ყველაფერი ჩაიყარო. მაგნას კვნამდე მივიყვანე. უბრალოდ სასწორმა აურია. რო დავიყარ გამოიცვლიან?
დღეს მინდოდა, არ მინდოდა, არ ვაპირებდი, მაგრამ ვფიქრობ, რომ ამ დღეს წავალ აუცილებლად ბაზრობაზე. რამდენ რაღაცები მაქვს საყიდელი. ხო და აღაწეველი დღეს რა ხინკლაობა რომ მინდა. ეხლა რო ყავას დავლებ, გავთქვი კარტოშკაც და დავტკავ და სანამ კარტოშკა მოიხაშება, ცომს მოვზელ, რომ რამდენჯერმე ჩავსილო. ცომ. ხო და გავაკეთებ რა. კი ვიღლები ხოლმე. აი ის არ მაქვს, ის უნდა ვიყიდო, აი ბაზრობაზე წასვლა რატომ მინდოდა, მაგრამ ეხლა არ ავყიდულობ სპეციალურად ამ წიო რაღაცებს რა, თითქოს რომ არ აღირს ძვირი 30-35 ლარი ის, მაგრამ მე რაღაცა გამოჩნდება. მე ამისთვის მინდა კლიონკა, აი სუფრის ზემოდა გამჭვირვალეები როა ის რომ დავაფინო, რომ აი ერთი დღე არ ძლებს რა, ეხლა მართალია ხალპასტა უზვია ხარ და რაღაცა ჭირდება დამცავი, რომ ტილო მოუსვა და მოჭა. ისცალკე და გამოდის მეტი. ხო და რა ვინაიდან და რადგანაც ცეკვის ამბები გვაქვს წინ და თურქეთის ამბები გვაქვს წინ, ამ პატარა რაღაცებისგან ვიკავებ თავს. ოღონდ მე რო ჩამოვალ იქიდან ისევ და ისევ ვიყიდი ის იმებს, რაც ჭირდება რა, მოკლედ და კონკრეტულად. აი, მაგარი რამე იყო ეგ. ხინკლის ანუ ერთი ქალი მყავდა სახლში, ერთი დამხმარე მყავს სახლში, როდესაც ეგ მაქვს. იმიტომ რომ ხინკალში ყველაზე ძალიან მეზარება გამტყელება, აი ძულს, ხინკლაობა მიყვარს, ძალიან მიყვარს ეგ პროცესი, ოღონდ არ გამაყელებინო. ხო და ხა გინდა არ გინდა მარტო გავაკეთებ ხოლმე. ხო და როდესაც ეგ მაქვს ხოლმე, მოუჭრი დაახლოებით 20 ხინკლამდე, რომ ანუ მაგდებს ყრი ხოლმე ქვაფში. ეხა დიდ ქვაფში უფრო მეტი ჩავა. შეიძლება 30-ით ჩავიდეს. თან ძალიან დიდებს არ ვაკეთებ. ხო და ის რითიც უნდა კბილანა ხო აქვს რა და გადავაყენებდი ცოტა მაღალზე. ესეთ და სულ ყველა 20-ვეს გავატარებდი რა შიგნით. და აპტყელებდა ერთხელ ჯერ ესე, მერე გვერდულად, რომ მრგვალი გამოსულიყო. სულ რომ მოვჩებოდი ამ 20-ვეს და 25-ვეს რა ვიცი გაპტყელებას. მერე კიდე ამას კბილანას გადავიყვანდი და აი ძა დავადაბლებდი. ხო და ისა მერე უკვე კაი იმაზე ზომაზე იმაშობდა, წამებში აკეთებდა მოყოლაფერს. ხო და გამიფუჭდა, გადავაგდე. იმიტომ რომ პირდაპირ ესეთში გავიდა ცომი. ანუ ჯერ ცოტა პატარაში და მერე და აი პირდაპირ ესეთში რომ სქელი ისაქნა კბილანები გადახდა. ბიძინამ კი გამიკეთა, ჩემო მამამ თილმა ეწვალა, გააშალა რაღაცები, გააკეთა და გაკეთდა. მაგრამ როგორც კი ერთი წინაღობა შეხვდა, ისევ ახტა. ასე რომ ერთჯერადი, თან იცი რა არის, არ იშლება. ანუ რაღაცნაირად არის ერთმანეთზე რა, რომ всё მორჩაეთ და იტანჯა ბიძინა, იტანჯა და ვითომ გააკეთა, მაგრამ არ გამოდის. ამიტომ უნდა ვიყიდო და ზოგადად ეგეთი რაღაცეები, აი სულ მაგას ვამბობ რა. როდესაც ეგეთი რაღაც არის ოჯახში, ჯერ ის რომ არავის არ უნდა ათხოვო. ან რატო უნდა ვითხოვო, არ მესმის. და აი როგორც საკერავი მანქანა არა, აი ჩემთვის საკერავი მანქანა არის, ჩემი პირადი. არ არსებობს იმას ვინმე შეეხოს, შანსი არ არის და ზოგადად აი ორმა ადამიანმა რომ იცოდეს კერვა რა, კარგად და ერთი რომ დაჯიდეს და მე მეორეც დაჯიდეს. იმ საკერავ მანქანას ვერ გააგებინებ. ანუ ჩემთვის მასია და მარტო მე არ მithქვია ეგ. აი ხა მე რომ დავჯდე გავკერო და მე ვიღაცამაც დაჯდეს, უბრალოდ გაკეროს არ შეეხოს. მე რომ მეორეც დავჯდებ, მე მივხვდები რომ იქ ვიღაცა იყო. იმიტომ რომ იქ ვიღაცა იყო. აი ზუსტად ესე ვარ. აი ესეთ პირადულ ნივთი რა არის, შენი ნივთიო. ზოგადად ესეთ რაღაცა ამა ითხოვო, იმიტომ რომ თორსა გჭირდება, უნდა იყიდო. და თუ ვერ ყიდულობ, მაშინ ხელს გააყრე. ხო, ეგრეა. ტექნიკას უთხოვულობენ ხოლმე კიდე, აი არ შემიძლია. ლაშას სულ ყველაფერი ქონდა ნაყიდი, სულ ყველაფერი. უყვარს რა, რადგან სახში რაღაცა რო ფუჭდება ვაკეთებთ ჩვენით. რა ვიცი, მე არ მახსოვს ერთადერთი აი ეს დენი რო წვალობდა, ახლა დენზე ისეთი თემაა რომ შენ ვერ გააკეთებ და ვერც გაზი და დენი, მithumetes გაზისა იცის უფრო, აი დენზე რა. რომ მოიყვან ადამიანს და რაღაცა. დანარჩენი თუ რამე ფუჭდება, აბსოლუტურად ვაკეთებთ ყველაფერს ჩვენ. იქ გაყვანილობა,
წყლის, გაზის, ანუ ყველაფერი და ეს იარაღები ყველაფერი აქვს. ცდილობს რომ რაღაცა რომ სჭირდება არ გავიდეს, სადმე არ ითხოვოს, იმიტომ რომ არ არის იაფი. და როდესაც გიფუჭდება, უფრო ზარალობ რა, უნდა უყოლო უყიდო რა. ხო და აი ყველაფერი გაუფუჭდა. არა, გაუფუჭეს. ხო და ეხლა კი აქ რაღაცები და სულ ახარ წაიღო, აღარ მოვლენით ხო არ არის, მორჩა. არის, მაგრამ არ არის. მე მაგალითად ერთ-ერთ ადამიანს ვუთხარი უარი საბეჭდზე. და აი ერთი ბეწვით არ მცხვენია ოყოთ მართლა. საერთოდ არ მცხვენია რომ მე დაუჭირე და არ მივეცი და იმიტომ რომ ძალიან გავბრაზდი. მე მაქვს აი ლაშას ბაბო რო იყენებდა ეგ საბეჭდი, ნანი რო იყენებდა, ლაშას დეიდა რო იყენებდა ის საბეჭდი, მაქვს ძველებულია ეს. მამა პაპური რკინისა, კაი, მაგრად ბეჭდავს. ხო და მოკლედ წაიღო ერთმა ადამიანმა რომ სჭირდებოდა. და სულ იმას ვამბობ, კაი, შეიძლება აი მაგალითად რაღაცას ბეჭდავ და გამიფუჭდა საბეჭდი, მაგრამ იმ მომენტში სამი ბანკა მაქვს დასაბეჭდი. წავალ და გამოვართმევ ხა აი სული და გული ანუშკი, ჩემი ბეწველი, რასაც დასჭირდეს როგორ არის. მაგასაც ყველაფერი. რაც ოჯახში. ხო შეიძლება ესე დამჭირდეს, გავიდე და აი ეს რაღაცა უცბად გამიფუჭი რაღაცა ვეთხოვ. მაგრამ სანამ მეორე დღისით მე კიდე დავდგავ ბანკებს, მე წავალ და ამას ვიყიდ, იმიტომ რომ ეს მე მჭირდება, ხო? ყოველთვის ყოველი გახვალ და ვერ შეხვალ. ნუ მოკლედ დავდგი პირველი რაღაც რა კეთდება. ნუ რა მშვება, დავდგი კამპოტი რაღაცის რა, აი პირველი შემოსვლა როა რაღაცის და უკვე მოხუფვის დროა და ერთად მიდევ ხოლმე სახუფი და ეს ძველებული ამოსაღები რო არის ეს რაღაცა ესეთი ის რო აქვს და უნდა გამოვიტონი შევედი სად არის? არ არის ეს, მარტო ეს ამოსაღებია და ანუშკის მიქონდა ხოლმე ეს ბანკის ცხელწლიდან ამოსაღები, მაგრამ ეს არის აქ. ანუ იმიტომ რომ ანასაბეჭდი აქვს. ვიფიქრე და გამიჩნდა რა ერთ ადამიანზე ჭირო მას მიქონდა ხოლმე რა და ეს ანუ იცი როდის არის უკვე აი პირველი ერთი წელი რო გავიდა დაბეჭდე და პირველ ბანკას რო აკეთებ რა აი მანამდე რო არ აღჭირდება მთელი გაზაფხული რო არ აღჭირდება და დამთარი აღჭირდება დაურეკე რომ მეთქი შენ ხო არ არის მეთქი რომ უნდა დავბეჭდო უკვე რამის გასკდეს ბანკები ჩაიშალა ყველაფერი და ვერ ვყოულობ თქო და კიო და გინდაო ხრავი თუ მათხოვებ ცოტა ხანი გამოვიტანი გავუშვი ბავშვი და მოვიტანე სახლში მე მეორედ გავუშვი და ვიყიდე კოკა-კოლა ეს საბეჭდი ჩავდე ჯამში და დავასხი 2 ლიტრიანი კოკა-კოლა რამდენიმე წუთი რომ ბანკები გამირბოდნენ ესე იგი ვისაც ძველის ესა გაქვთ იცით რომ ტრიალებს თავი ტრიალებს ის გვერდირითიც პაჩენიკი რო ტრიალებს ეს რა ტრიალებს ხო არაფერი არ ტრიალებს ყველაფერი ზედესვაჯე ჩაჟანგებული ჩაყაყებული და ჩატურტულული ვაიმე ჯანი დაგეწოს ფიქრობ აი ესე როგორ უნდა გააკეთო ნათხოვარი ნივთი გავასუთავე გავაწყრიალე დავზეთე ისეთი არის აი მიმიშვით მარტო რა მაგას ამბობს ხო და დავბეჭდე და აი მოვჭი თუ არა და მომყვა უკანეს თუ მოვჭი წავიღებ რა ეხლა ვფიქრობ ეხლა სადავფეთქტე რა თან ეგეთი რაღაცები არ მიყვარს მაგრამ ეს რაღაცებიც არ მიყვარს ეხლა ვფიქრობ რომ სად გადამეკეტოს და აი პირველად გავაკეთე ეგ რაღაცა რომ ვუთხარი რომ მეთქი არა ოღონ არ გათხოვებ კი არა აი ხა ეს დავბეჭდე მეთქი და ეგ საბეჭდი ნანისია თქო და ლილოში რაღაცები აქვს და საბეჭდი და გავატანე მეთქი იცი რაზე გავბრალდი ჯერის რომ მთელი წელი შენთან არის ხვისი საბეჭდი და ანუ თუ მორჩი მომეციო მე გამიკვირდა მე ხوار ვეთხოვე იქნებ მე ვეთხოვე და არ მაქვს ხო და ესა რომ მოიტანო გამაგებინო არ ვიცი მეთქი მე მგონი მეთქი მე როცა დამჭირდება მაშინ მოვიტან ხოლმე მეთქი იმიტომ რომ იმათია ნანისია
დაუბრალეთ შემდეგ ადგილს. ხო და გავბრაზდი რა, ჯერ მაგაზე რომ მოყევი უკაცხვისას და მერე იმაზე რომ როგორი მოვიტანე. ჯართი მოვიტანე. ვაიმე. ხო და გავაბრუნე უკან. იმის მერე ერთი ორჯერ მითხრა ხო არ მოიტანეო და მეთქი არა. თუმცა სახში მიდევს განავინმე რომ მოვიდეს არ მივცემ. აი, რა ვიცი. ძვირფასი მეზობლები მყავს. აი, იცი როგორები, აი ნებისმიერ რაღაცა რომ გაგიჭირდეს, მიხვალ და რას იცახი. საკუთარს მოგცემი. მაგრამ აი ესეთ ხალხზე მაქვს ესეთი დამოკიდებულება. ხო და მე გავიხედოთ და გავედი ნაგავი და გადავყარ და ერთ-ერთი მეზობელი მოდის გაგანიით. რა მოხდა მე ვთხარი. რაო და ესიაო საბეჭდი მთხოვაო ერთბაო. იმან ჩემთან ვიცოდა. ხო და მე უახლებული მაქვს რა რაღაცნაირი მაქვს თუ რაღაცა და ვერ დაბეჭდაო და ეხლა რამდენჯერად დასაბეჭდი აქ მე მივდივარ და ვუბეჭდა. ის ტრატუარის დღეში იყო ის საწყალი. მეთქი ესე იყო და ვარი უთხარი მეთქი და მოგკლაო. ეხლა მე დავდივარო. მე საბეჭდი კი არ მიაქვს, მეც მივდივარო. ეგეთი დამოკიდებულება არის ხოლმე და ეგეთ რაღაცებზე მეკეტება. იცი რა, წეღანაცვამ რა არ არის სიცხე რაღაცა გჭირდება ითხოვ. მაგრამ როდესაც შეატყობ რომ თან სუჭირდება და აი ყველაფერს აკეთებ. ხო და რაღაცა რო გჭირდება ითხოვ, მაგრამ წეღანაცავ თქვი შეიძლება იმ მომენტში დაგჭირდეს, გაგიფუჭ რაღაცა ითხოვ, იმიტომ რომ სხვა გზა არ აქვს. მაგრამ ხვალ უნდა წახვიდე და იყიდო. იმიტომ რომ სულ გჭირდება. იმიტომ რომ შენ უფრო მეტი ჯერ გჭირდება ვიდრე ამის პატრონს და ამის პატრონს რო აქვს რომელსაც წელიწადში შეიძლება 3 ჯერ დაჭირდეს, შენ სულ გჭირდება. აუ ერთხელ მახსოვს მე ზოგადად სამეზობლო ძალიან მიყვარს და აი მეზობლური ესეთი ურთიერთობა აი ხარა ბოლოს რა ვიცი როდის ნახე ჩემი მეზობლები არ ვიცი იმიტომ რომ ისინიც მუშაობენ მეც ვმუშაობ როცა არ ვმუშაობ აი ესე სახში ვარ და რაღაცას ვაკეთებ და როცა მე სახში ვარ ისინი არის მოკლედ ხო და იქ ბავშვობაში უფრო რაღაცნაირი ის იყო ხოლმე სულ ერთმანეთში რო იყვნენ რაღაცა და არ ვიცი ხა თუ მიყურებს ვენერა დაიდა მოგეკითხა დიდი სიყვარული მაშინ ძალიან ჭირდა ხოლმე ყველაფერი და ერთი მეზობელი ყავდა რომელიც კარზე ყავდა და აი რაღაცა ოჯახის წევრი იყო რა ოჯახის წევრი და დღემდე გვაქვს ის მოკითხვის ურთიერთობა და მე წავიდნენ და გადავიდნენ სხვაგან ხო და ეს ტორტის სათქვეფი როა ხელის ხო იცით ეგ ქონდა წაღებული და მაშინ დედა გვიკეთებდა ხოლმე ყოველ დაბადების დღეზე სახლის ტორტს რა ესე ხო და გატეხა კვერცხები მაგრად მახსოვს და აი მე როგორ მახსოვს და ისა არ აღმოაჩნდა სახში ეს კვერცხის სათქვები და წადიო იქ ექნებაო და გამოართიო და მოვიტანე თუ არა დაიწყო თქება და უკან მოყვა ეს კვერცხი გაშავდა რაღაცა აიჭრა იკუწა და წინა დღეს წაღებული ჰქონდა ეს ის რა და არ ვიცი რა ტოღოდ მაგრამ ლობიოში იყო ანუ აეტყობა ამ რაღაცა და მოდი თვითონ სიცილი და გავლობიანი იყო ვაი მე მაგრად მახსოვს დედა ჩემი სახე ვაი გამწარდი ჟენაო რა მეყავი კალო 20 კვერცხით ხლაშანი ესეთი რაღაცებიც მახსოვს მაგრად რომ თვითონ ვეკუდებოდა სიცილი და გავლობიანი გლიჯა ეგევე იმაში ტორტში კაი ოხონე ის დრო იჯობდა აი კაი იყო თქვენთან ჭორობა ხო გუში შორენამ დამიწერა რომ გაგამწარებ 3 წლის წინანდელ ვიდეოებს უყურებო და გუში რომ მოვედი ფოტოშორის არ მოველი ადრე ისე რა გუშინ წინ უფრო ადრე მოვედი ხო და მომიტანეს 2 საროჭკა და პირველი რიგითობით რომელიც მომიტანეს ის დავხატე დღეს წაიღებენ ალბათ დღეს კიდე 1 საროჭკა მაქვს დასახატი
განახეთე. და ამ ნახატით სხვათა შორის ძალიან ვისი ამოვინა, იმიტომ რომ რაღაცა ფერების, რაღაცის. ხო, ზოგადად ეხლა მინდა არ ვიცი რომ ბევრი საროჭკა ვისაც მოაქვს ჩემთან მოაქვს ძალიან ბევრი ჩემი YouTube-ის მაყურებელია რა. იმიტომ რომ თბილისიდანაც ამოაქვთ, სხვადასხვა გვერდითა სოფლებიდანაც მოაქვთ და ბევრი კიდე მწერს რომ როგორ მოგაწოდოთ. პირველ რიგში ის რომ ვერ მომაწოდით თუ სახში არ მომიტანეთ, იმიტომ რომ ჩვენთან ფოსტა არ არის. ანუ შეიძლება ფოსტა მომიტანოს, მაგრამ მე ვერ მოგიტან, ვერ გამოვგზავნი, იმიტომ რომ აი ის რომ ჩავაბარო და გავგზავნო, არ არის ეგ სიტუაცია, მაშინ უნდა ჩავიდე თბილისში, ესე ვერ ვივი. თბილისში თუ ჩავოვალ, ისედაც რომელიმე სადგურში მოგიტანთ, ხო? ანუ ასე მოწოდებით ვერ ვახერხებ. ფოსტის არქონის გამოთვალი. ფოსტა რო იყოს, არ გამიჭირდებოდა საერთოდ და პირიქით, აი, აბიჭი, აი ქედან მოვიტანდი საროჭკებს. ხო და ესე მოაქვთ ჩემთან სახლში. და სახლიდან მიაქვთ. მიწოდება ხდება ასე. ფიზიკურად სხვანაირად მე ვერ შემიძლია. ხო და ეხლა შეეხება საროჭკას. Facebook-ზე თუ წერდი რა და აქაც. სტანდარტული კლასიკური საროჭკა როგორც არის, ხო იცით? უკან ბეჭებზე ესე ნაკერი აქვს და აი აქ არაფერი არ უნდა გქონდეს. მარტო აი ეს ნაკერი უნდა გქონდეს მხრიდან მხარზე რო აქვს. ხან არის ხოლმე აი აქ შუაში აქვს როგორც აი პლისი ეგეთი რაღაც ნაკეცი, ხან აქვს ხოლმე აქეთ და იქით. ხან რაღაცა თრათ აი ესეთი ვიდიჭკებით და ჩახსნილებით და რაღაცა. შაშას ერთად ისეთი მქონდა უკანა ესე ჰქონდა ნაკერი და აი აქედან ქვემოთამდე ჰქონდა გახსნილი. ანუ ადგილი არ იყო რომ დაგიხატა რა და ეს საროჭკა ამ საროჭკას ორი ნაკერი აქვს, მაგრამ ცოტა დაბლად ჩავწიე ნახატი, თლათ ისე ხელი არ შეუშლია. თუმცა ამ საროჭკას ნაკერი არ ქონოდა, აი ნახეთ, ესეთები ძალიან უშლის ნახატს. ეს ამ საროჭკას რო ნაკერი არ ქონოდა, ეს ნახატი უფრო ზემოთ იქნებოდა და უფრო დიდი იქნებოდა. იმიტომ რომ ახლა იმეები შესაბამისად, ნახეთ როგორი ლამაზი არის, მიყვარს ესეთი რაღაცეები ხოლმე. აი ესეთი ლამაზი ნახატი. ანუ მაქსიმალურად რაც გაიშალა ეს იყო უკვე რა. იმიტომ რომ ამაზე დიდი რო დაგიხატა, უკვე ნაკერში ადიოდა ამ გოგოს და ბიჭის თავი და მე ეს ნაკერი იკეცება ესე და აფუჭებს ნახეთ, აი ესე ნახატს გააფუჭებს. ეს არის გუშინდელი ნამუშევარი და წინ ჯიბეზე სასწორი სავარაუდოდ რაღაცა სამართლის ამბავში, სხვა შორის ყოველთვის ხოლმე ძირითადად უფრო სწორად ახატინებენ ხოლმე ისეთ ნახატს, რაზეც აქვთ ნაფიქრი პროფესიაზე რა. აი ესე ძირითადად ამ სამართლის ამბებს ხატავ ხოლმე, შაშანაც იყო ესეთი სასწორი და ქალი რო დგა სასწორი ეგეთი პროფესიას რო განსაზღვრავს ხოლმე, მასიც ნახატებს ვახატინებენ. ხო და ეს ნახატი კაი იყო, გუშინ ვისი ამოვნე, ფერებით. დაკითხვაზე დავდიოდი მე. ეს ჩავაბრძანოთ და იმასაც სავარაუდოდ საღამოს დავხატავ ვიდეო, რომ ეხლა არ მაქვს დრო. ძირითადად ღამეა ხოლმე ჩემი მუშაობის ამ საქმეზე მუშაობის პროცესი არის ხოლმე ღამე. აჰა, კაი იყო თქვენთან ერთად ყავის დალევა, ჭორაობა, ჭუკჭუკი, დროის გაყვანა. ეხლა თმას შევიკრავ და ამოვიტან კარტოშკას, დავწკნი, დავდგავ და ასე შემდეგ. პარალელურად ვაშრობ სარეცხს. არ ვიცი ამ სამ დღეს ის იმდენი სარეცხი გროვდება ხოლმე, რომ სად წავიღო, სად დავფინო, თან რო გარეთ სისველია, აზრზე არ ვარ. ესეც ესე. ეხლა ცოტა შევჭამ. ხო, ჯერ შევჭამ და მე დავიწყებ. ესეც ესე. აბა ჰედა აბა ჰომომოვალ ვიდეომდე დაგებშდობებით, კარგად.